რამდენიმე წუთის წინ ევროპის მოედანზე გრანდიოზული კონცერტი დასრულდა. გალა კონცერტი მარიამ კახელიშვილმა და ანი ხანჩალიანმა პოლიციის იმნით გახსნეს. ბათუმში იმღერა მოსკოვში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალმა დიანა ლაბაძემ. ანსამბლ ბერმუხას წევრებმა კი განდაგანა შეასრულეს. გალა კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. კონცერტის დეტალებით პირდაპირ ეთერშია ნათია ლომაძე. ნათია, გისმენთ. ამ კონცერტით, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტით აჭარაში 6 მაისის ღონისძიებები დასრულდა. პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს დილით პოლიციელებმა დაიწყეს საზეიმო აღლუმით ბათუმის ახალ ბულვარში. საღამო კი უკვე ევროპის მოედანზე გაატარეს. ისინი ამ გალა კონცერტს ესწრებოდნენ. მათთან ერთად პოლიციელებთან და სამხედროებთან ერთად ევროპის მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი რიგით მაყურებლებთან ერთად თვალსაჩინო კონცერტის მიმდინარეობას. კონცერტი გაიხსნა პოლიციის ახალი ჰიმნით, რომელიც ანი ხანჩალიანმა და მარიამ კახელიშვილმა შეასრულეს. მოგვიანებით კი ამ თემატიკის კიდევ ერთი სიმღერა უკვე გიორგი უშიკიშვილმა წარმოადგინა. სწორედ ეს სიმღერები და ეს საკონცერტო ნომრები ევროპის მოედანზე შეკრებილი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. ძალიან კარგი იყო, რა ვიცი, ძალიან მოგვეწონა და მე პირადად ძალიან ყოფილი ვარ რა. Приятная შედარებანი დღე იყო დღევანდელი, რა ვიცი და ძალიან ბედნიერები ვართ, მივიღეთ დღევანდელი მონაწილეობა და რა ვიცი, ბედნიერები ვართ რა. ამ ქართულმა ცეკვამ ძალიან დაარგვიგინა დღევანდელი დღე და გვასიამოვნა. გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი ევროპის მოედანზე ზუსტად საღამო 7 საათზე დაიწყო. კონცერტში მონაწილეობდა 10-მდე სოლო შემსრულებელი და რამდენიმე ანსამბლი. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო საკონცერტო პროგრამა. ჟანრობრივად ძალიან საინტერესო იყო აქ დამსწრე მაყურებლისთვის. შესრულდა როგორც სიმღერები, ვინაიდან ეს დღე იყო პროფესიული დღე პოლიციელებისთვის, შესრულდა სიმღერები, რომლებიც სწორედ ამ უწყების თანამშრომლებსაც ჟღერებოდა, ასევე იყო სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიწერა ბათუმზე და მას სხვადასხვა მომღერალი ასრულებდა. დღევანდელ კონცერტზე მონაწილეობდნენ ანსამბლი მგზავრები, ნიკოლ შოუ, კახა კუხიანიძე, კახა ცისკარიძე და გოგონები. ასევე ადგილობრივი შემსრულებლებიც იყვნენ, მაგალითად განსაკუთრებული მოწონება ევროპის მოედანზე შეკრებილი მაყურებლით ჰქონდა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ყველაზე უხუცესმა მონაწილეებმა ამ კონცერტის. ეს იყო ანსამბლი ბერმუხა. გიორგობა და პოლიცია და შესაბამისად კონცერტი გაუმართეს. სამწუხაროდ დაგვერდოთ ცუდი ამინდი და ბათუმში წვიმს, მაგრამ მე ვფიქრობ ბათუმის წვიმას ხელი არ შეუძლია იმისათვის, რომ დღევანდელი საღამო იყოს მაინც ლამაზი და სასიამოვნო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შემსრულებლები, ყველასათვის საყვარელი შემსრულებლები გამოდიან სცენაზე. ჩვენ შევასრულეთ პოლიციის ჰიმნი და ძალიან გვიხარია, რომ ზუსტად ჩვენ ვასრულებდით ამ ჰიმნს. და ეს ჰიმნი ეძღვნებოდა პოლიციის დღეს. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენ ამ ღონისძიებაზე მივიღეთ მონაწილეობა. ეს სიმღერა არის პოლიციის დღისადმი იყო და ამიტომ ეს სიმღერა ეძღვნება ყველა ჯარისკაცს. მივიღეთ მონაწილეობა 6 მაისთან დაკავშირებით, აჭარის გამარჯვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ანსამბლი ბერმუხა, ასე რომ მონაწილეობთ ახლა თბილისში და მივიღეთ მონაწილეობა ბათუმშიც. რომელი ცეკვაში ცეკვა შევასრულეთ 3 ერთად, ანუ სუიტა. ხორომი, განა და ვოհოინანა. ძალიან სიმბოლურია ჩვენთვის მართლა და ვიხარია რომ ბათუმში ვართ 6 მაისს და ულოცავს მთლიანად საქართველოს ბათუმს და ჩვენ ვიმღერეთ ერთ სიმღერას საქართველოსთვის ვართ და რა ვიცი ძალიან კარგი კონცერტი იყო. მე მგონი რა ვიცი. თბილი და მიუხედავად იმისა რომ წვიმა იყო რაღაც თბილად შეხვდით ერთმანეთს ძალიან. ამინ საკონცერტო პროგრამაში კორექტივები არ შეუტენია წვიმის მიუხედავად კონცერტის საათზე მეტხანს გაგრძელდა და ის რამდენიმე წუთის წინ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.